ეხლა ჩვენთან ტორონტოდან ერთვება მეთიუ ტაუბი, ორგანიზაცია Unapologetically Jewish-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. მადლობა რომ აქ ხართ და მიხარია რომ ისევ გხედავთ. მეც მიხარია თქვენი ნახვა, მადლობა მოწვევისთვის. თქვენ ნამდვილად იღებთ ლიდერობას და მუდმივად ხართ ხმა. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ვიცით, დანაშაულისა და შიშის ტალღა ყველდამ ვრცელდება. გულისხმობთ ამ მსოფლიოში, მაგრამ განსაკუთრებით კანადაშიც პირველ რიგში ამ ყველაფრის ფონზე ვანდალიზმი, ფიზიკური თავდასხმები და სხვა. რას ფიქრობთ პრემიერ-მინისტრის ახალ საბჭოზე? თქვენი აზრით ეს მხოლოდ სიტყვებია? პირველ რიგში ეს მხოლოდ სიტყვებია, მაგრამ ამასთანავე შეურაცხყოფელიცაა. იცით, ანტისემიტიზმთან ბრძოლის საბჭოს რომ უყურებ, იქ მხოლოდ ერთი ებრაელი წევრია. ეს უკვე პირველი პრობლემაა. დანარჩენი წევრებიდან ორმა, ერთმა მათგანმა სადა ჰამასი და ჰეზბოლა ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოეღო. და კიდევ ერთი წევრი იყო ადვოკატი, რომელმაც ალბერტას უნივერსიტეტს უჩივლა იმ კარვების გამო, რომლებიც 7 ოქტომბრის შემდეგ დადგეს. ასე რომ ეს ნამდვილად არ არის კომიტეტი, რომელიც ანტისემიტიზმთან ბრძოლას ცდილობს. იცი, აქ ხუმრობენ, რომ თუ ვინმეს ანტისემიტიზმის შესახებ მათზე უკეთესად იცის, ეს ისევ ისინი არიან, რადგან ყველა ანტისემიტია. მართალია, ვაუ. რატო? ანუ ეს საკმაოდ აშკარაა, როგორც შენ ამბობდა, ისიც პრემიერ-მინისტრი. მაშინ რატო ამბობს, რომ საერთოდ ქმნის ასეთ საბჭოს? ცხადია, როგორც შენ აღნიშნე, ძალიან მყარი არ არის. ვიტყვი რომ ეს მთავრობისთვის ტიპიურია, ეს უფრო ბიუროკრატია. ეს კიდევ ერთი საბჭოა, კიდევ ერთი ანგარიშის დასაწერად, კიდევ ერთი SS წასაკითხად, რომ სულ უფრო და უფრო მეტი გააკეთონ და უბრალოდ დრო გააჭიანურონ. ჩვენ ვიცით რა არის პრობლემა და ვიცით რა უნდა გამოიკვეთოს. კიდევ ცოტა მუშაობა, კიდევ ერთი დოკუმენტის დაწერა, რომ გავიგოთ. ანტისემიტიზმის მიზეზი, ზალადობის ზრდის მიზეზი, ებრაული სინაგოგებზე ან სკოლებზე თავდასხმების ზრდის მიზეზი, ებრაულ ბიზნესებზე და საერთოდ ყველაფერზე თავდასხმების ზრდის მიზეზი. კიდევ ერთი ანგარიში არ ჭირდება. რეალურად უნდა დავიკავოთ პოზიცია იმ პრობლემის მიმართ, რაც არსებობს. მართალია, და რაც შეეხება რესურსებს, პოლიციის ყოფნას, უსაფრთხოებას და ასე შემდეგ, რამე გაკეთდა ამ მხრივ თუ ყველა უბრალოდ დადის როგორც მოძრავი სამიზნე? სიტუაცია გაუნჯობესდა. ანუ მოусმინეთ, ნამდვილად გაუნჯობესდა. ეხლა ხან ტორონტოში ისრაელის მხარდასაჭერი მსვლელობა ჰქონდა. 60,000 ძლიერი ებრაელი და მათი მოკავშირე მივიდა, რათა სოლიდარობა გამოეხატათ ისრაელისთვის. ეს საოცარი მსვლელობა იყო. ამ წელს ყველაფერი ბევრად უკეთესად იყო. იცი, წინა წლებში გვიწევდა გავლა იმ ეგრეთ წოდებულ სიძულვილის კორიდორში, სადაც რამდენიმე ასეული ანტი-ისრაელელი და ანტი-ებრაელი მომიტინგე საშინელ სიტყვებს კვიროდა. წელს პოლიცია უკეთესი იყო, მათ ბევრად უკეთესი კონტროლი ჰქონდათ. მათ მომიტინგეები დაახლოებით 50 მეტრით უკან დაახევინეს იმ ადგილიდან, სადაც ჩვენ ვიყავით და იყო ერთი ადგილი, სადაც მათ მაინც მოახერხეს შემოსვლა. პოლიცია ამისთვის მზად არ იყო. როგორც კი ეს დავინახე, იქით გადავედი და ყველა ხაბადის ბიჭი იქ იყო. ამიტომ სპეციალურად ჩავიცვით ეფილინი მათ წინაშე და იცი სიმართლე დაინახე, საქმე მარტო ისრაელში არ იყო. ესე არ იყო, ისინი არაფერს მიყვიროდნენ. ყველა მიცის ვინ ვარ როგორც ადვოკატი, ჩემს სახელს ყვიროდნენ და ამას არ ახლდა, იცი, შენ გენოციდს უჭემ ხარსო. მოულოდნელად სიტყვები იყო. შენ ნამდვილი ებრაელი არ ხარ. ვაუ. და იცი, ნიღაბი ჩამოვარდა. სწორია. ვაუ. ეს აღარ ეხებოდა ისრაელში მოხდა რამეს. ეს იყო პირდაპირ თავდასხმა ჩემს იუდაიზმზე. და სწორედ აქ ჩამოვარდა ნიღაბი. ეს არის სიმართლე. ახლა ხან დაწერეთ საავტორო მოსაზრების სტატია, რომელიც ვიცი რომ თქვენთვის დიდი შრომა იყო. ეს იყო საკმაოდ ხოვლისმომცველი, საუბრობდით გეგმა B-ზე და იმაზე თუ როგორ შეხედან ადამიანები პარასკევს აღამოს თავიანთ მაგიდებთან და ფიქრობენ, სად წავიდნენ, რა გააკეთონ. თქვენი აზრით, დარჩენაც ვარიანტია. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად გინდა დატოვო შენი სახლი და დანებდე, მაგრამ ხედავთ, რომ შესაძლოა უფრო მეტი ადამიანი აპირებდეს ალიას გაკეთებას. თქვენი აზრით, რა არის გეგმა B? გეგმა რაღაცა. ანუ მე ამაზე სტატია დავწერე, სადაც ყველა საუბრობს იმაზე, რას ვაკეთებ შემდეგ. ამიტომ ეს საუბარი კანადაში და ასევე აშერშოს ბევრ ნაწილში მიმდინარეობს, მაგრამ კანადაში უკვე ბოლო 2 წელია. ისიც 7 ოქტომბრის შემდეგ დავიწყეთ საუბარი იმაზე, სად მივდივართ ახლა, რას ვაკეთებთ. და როგორც სტატიაში დავწერე, გეგმა A და გეგმა B იყო, იცით? ევროპის და კანადის დატოვება იყო ჩვენი გეგმა A და გეგმა B. ასე რომ საუბარი ეხება იმას, სად მივდივართ ახლა და ბევრი საუბარი მქონია, იცით, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და სხვებთანაც.
როგორც არ უნდა იყოს ალია საოცარი რამაა, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ თქვენ შეძლებთ 8 მილიონი ებრაელის მიღებას მომავალ წელს. ეს არის პირველი საკითხი. და ინფრასტრუქტურა არ არსებობს. მაგრამ საუბარი უკვე იმაზეა, დავრჩეთ თუ წავიდეთ. ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, წავიდეთ ფლორიდაში, წავიდეთ ტეხასში, წავიდეთ პანამაში. თუ უბრალოდ გადავდგათ ნაბიჯი. მე ვფიქრობ, ყოველთვის უნდა გქონდეს გეგმა. რაც ვაკეთებთ. სად მივდივართ, მაგრამ ამავე დროს მე მჯერა განსაკუთრებით ჩვენი როლის გათვალისწინებით სოფლიოში, ჩვენ გვჭირდება დიასპორა. ნახეთ, როგორ უარესდება მდგომარეობა კანადაში, სადაც 9 მილიონი ებრაელი ცხოვრობს. წარმოიდგინეთ, რომ აქ არც ერთი ჩვენგანი არ იყოს. ეს სულ სხვა საუბარი იქნებოდა. ასე რომ გეგმა B არის რას ვაკეთებთ. არიან ადამიანები, რომლებმაც აიბარგნენ და წავიდნენ, ხალხი წავიდა, მათ სრულად დატოვეს კანადა, წაიყვანეს თავიანთი ოჯახები, თავიანთი სახსრები. ჩემი ბევრი მეგობარი ისრაელში გადავიდა, შემდეგ არის ახალგაზრდა თაობა, ჩემი საკუთარი შვილი, რომელიც ახლა ისრაელშია, ეს არის მისი მომავალი. იცით, ის ასე უყურებს ამას და ამბობს, მე არ მინდა გეგმა B, ეს არის ჩემი გეგმა A. დავამთავრე უნივერსიტეტი. ეს არის ის, სადაც მივდივარ. ასე რომ ის გააცოცხლებს ამას. მართლა საკმაოდ მარტივია. როცა 22 წლის კი, ზუსტად ესეა, ზუსტად. მადლობა მეთიუ, რომ აგძელებად უკატირებას და უშიშარი ხარ. და შეხედე შენს თავს. თუ ვიმე სხვა ვიქნებოდი, არავინ შეგეხებოდა პირადად. როგორც ჩანს, შეგიძლია თავი კარგად დაიცვა. მადლობას გიხდით, დიდი მადლობა. კარგი.